მოკლედ დრო მოვიდა რომ ჩვენს თავზე ვისაუბროთ ძალიან ბევრს აინტერესებდა თუ რა და როგორ დავიწყეთ როგორ ჩამოვიდეთ ამერიკაში რას ვაკეთებდით ბავშვობაში ყველაფერი დაიწყო სპორტით ანუ ჩვენ თამაშობდით ბევრი სპორტი მაგ გამოსული ბავშვობიდან მოყოლებული ავე ფეხბურთის სათამაშები გვაქვს რაგბი გინდა ძიუდო გინდა კარატე და გავიწყდით კიდე რამდენი რაღაცა ვაკეთებული მაგრამ ჩვენი ბოლო არჩევანი იყო წყალბურთი იმიტომ რომ მთელი ბავშვობა რაც დაბადებული ვარ ცურავდით ანუ ცურვაზე დავდიოდით ყოველთვის და წყალბურთი გამოჩნდა ისეთი რაღაც რომ ძალიან რაღაც სახალისო იყო რა ანუ სულ დაამატე ბურთი რა ანუ როგორც ფეხბურთი იგივე იყო ანუ წყალში უბრალოდ და სერიოზულად შევუდექით წყალბურთს ეს 13 წლის ასაკის მერე და დაახლოებით 15-14-ის რო ვიყავით პირველად ჩამოვედით ანუ წყალბურთის მეშვეობით წამოვედით ამერიკაში და ისიც თქვა ვინ ჩამოვიყვანა ბატონი ირაკლი ბაქრაძის მადლობლები ვართ თბილისის წყალბურთში გაგიგებათ რამე იცით ვინც არის ადამიანი სახელი მიმოზა ირაკლი ბაქრაძე იყო ადამიანი ვინც წამოვიყვანა ამერიკაში პირველად თბილისის გუნდით ჩამოვედ მაიამიში ესე ვთქვათ ტურნირის სათამაშოდ არ ვიცი რაღაც ტურნირი იყო საერთაშორისო ტურნირი სადაც სხვა ქვეყნის გუნდების თამაშობდნენ ჩამოვედ აქ ვიყავით ხო? არა ერთი თუ რაღაც ერთი კვირა ვიყავით აქ არა მართლა ერთი კვირა ვიყავით ხო რაღაც მაიამიში ვიყავით პომპანო ბიჩ ფლორიდაში ვიყავით და მე მაიამიში ანუ თავას სანაპიროზე დავდივდით ხოლმე ის სათამაშოდ რაღაცები და ჩამოვედ ერთი კვირა და ანუ რაღაცა ანუ გარემო მოგვეწონა რა ეხლა ბავშვებიდან რომ გითხრათ რომ ანუ ესე ძალიან ფოკუსირებულები ვიყავით რომ განათლება მიგვიღო ისა მეთქი მოგატყუებთ რა ბოლოდ შეხედულება შემეცვალა ცხოვრების მიმართ ამერიკაში ჩამოვედი პირველად აქ როგორც ტურისტულ ვიზაზე რომ ანუ სათამაშოდ ჩამოვედით აქ ერთი კვირა რო ვიყავით ჩამოვედით მოგვეწონა სიტუაცია ყველაფერი ისა და ანუ მე ანუ გავიკითხე რომ ანუ როგორ შევა აქ ჩამოსულიყავი რა. თორე იყო ისეთი რაღაც რომ ბოლოდ ჩამოვედ ამერიკაში არასდროს ნაყოფები არ ვიყავით და ანუ აქამდე ყოველთვის ამერიკა ქონა ნახე რაღაცა კინოებში, ვიდეოებში ასე შემდეგ და არასდროს არ ვიცოდი როგორ რა ხდებოდა. და მithumes ეხა მე ასეთ ინგლისურის გაგებაში არ ვიყავი, რა სკოლაში რასაც ფორთხელობდი, ეგ იყო მეტი არაფერი და ამან კიდე ცოტა იცოდა, იმიტომ რომ ეს ბავშვობაში თამაშობდა ხოლმე და რაღაც GTA-ს თამაშობდა ხო და იქიდან ინგლისური დაამოღამა და ადგილებიც იცოდა ამერიკაში ბევრი ადგილი იცოდა. ერთი-ორი სიტყვა ვიცოდი რა გამიგებოდა. ხო და რო ჩამოვეთ ეხა ანუ ისეთი კაი ამბავი შეიქმნა იმის გამო რომ ანუ წყალბურთი იყო კაი სახში, კაი იმაში ვიყავით სამეზობლოში ცხოვრობდით და ყველაფერი გადახდილი იყო, რასაც გვინდა იმას ვაკეთებდით და ანუ მოკლედ ჰარი ჰარალეზე ვიყავით რა ესე რო ვთქვათ და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა იმის რომ მოკლედ ამერიკაში მოგვიდა წამოსვლა რომ მეთქი გადავწყვეტოთ აქ წამოსვლა რაღაც მეთქი და რო ჩამოვედით მე დავიწყეთ სააგენტოების ნახვა სადაც ანუ სპორტსმენები რო ვიყავით რომ გავეგზავნეთ სამე სკოლაში და მონახეთ სააგენტო, ანუ არ დავასახებთ ხა რა სააგენტოც არის რა, ანუ არ გვინდა ანუ არ გიჩვენთ მაგ სააგენტოსთან მისვას და რაღაც. ანუ ამ სააგენტომ შემოგთავაზა სკოლა, რომ ამ სკოლაში ჩაგრიცხავთ, განათლებასაც მიიღებთ, ანუ იცხოვრებთ ოჯახში შენ და შენი ძმა ერთად და ანუ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. სამ აკადემიი ხო, ჯერმან ჩამოსულიყავით კალიფორნიაში. აქ მოგეც ხო, მაგრამ ბოლოს შეიცვალა და ისე მოხდა, რომ მივიდით თურმე არიზონაში. იმიტომ რომ კალიფორნიის სკოლა მოარი თქვა და მარტო ერთი ოფშენი აქვს რომ ან წახვიდეთ არიზონაში ან წახვიდეთ იტალიაშიო პრორეკო წყალბურთის წამყვანი პროგრამა არის და გუნდია მსოფლიოში. მაგათ ახალგაზრდულ გუნდში წასულიყავით და უნივერსიტეტში და სკოლაში დაგვემთავრებიან და უნივერსიტეტში ჩაგვებარებინათ. და მე ისე მოხდა რომ ხა საერთოდ ახლო ოფნა არ მინდოდა ანუ იტალიაში წასვლა არ მინდოდა, იმიტომ ევროპაში თითქმის იგივე ამბავი არის რა. და მეთქი წავედით მეთქი ამერიკაში მეთქია და ანუ დავთანხმდით ბოლოს არიზონაში წასვლაზე. როგორც გიორგიმ თქვა, უნდა ყოფილიყო ყველაფერი უზრუნო ყოფილიყო, ანუ ჩვენ დაფინანსება ავიღეთ. წყალბურთის სათამაშო უნდა ყოლოდა გუნდი, უნდა გვეცხოვრა ოჯახში, ანუ ყველაფერს უნდა მოეხება ჩვენთვის რა ესე ვთქვათ რა. ხო. და რავი, რო ჩამოვედით, ანუ როგორ გითხრა რა, ეს ყველაფერი მოაგვარეთ 2017 წლის თებერვალში დავბრუნეთ ამერიკიდან საქართველოში უკვე ჩვენ 5 იმავე ზაფხულს წამოვედი სასწავლებლად მე მე-11 კლასში დავამთავრე წინა მაგ წელს წამოვედი მე-12 კლასში სასწავლებლად და გიორგი წამოვიდა და მე-11 კლასში რო ბოლოდ ის იყო რომ ჯერ თავიდან ისე ვიყავით რომ ანუ მე პირადად არ ვიყავი კარგად განწყობილი იმიტომ რომ არიზონა არასდროს არ ვიცოდი ანუ რომელი შტატი იყო რაღაც რომ მივხვდი რომ სიცხე იყო და რაღაც ასე შემდეგ რაღაც ძალიან არ მესიამოვნა მაგრამ რავი მეთქი რაც არის მეთქი წამოვიდეთ მეთქი რა ანუ რა შეიძლება უარეს მოხდეს ანუ მაქსიმუმ საქართველოში უკან წამოვიდეთ მეთქი რა მან დაიწყო ყველაფერი რა ანუ ეგ იყო და ანუ Google-ში ნახე არიზონაში როგორი ამინდებია ესა ყველაფერი და ანუ ხა
მეტი სხვა რა გზა ქონდა, მეტი სხვა არჩევანი არ რაღაც ქონდა. გასართობდი ცენტრში ზედიხო და რაღაცესაც კლუბებს და რაღაცებს მეთქი არიზონაში რა ხდება ესა ისა თქო და ხო, ანუ მეტი არჩევანი არ ქონდა არაფერი და გავარჩევთ ჩვენი არჩევანი არიზონაში წამოსვლას. ანუ ძალიან გაგვიჭირდა აქ ჩამოსვლა, ანუ ენის გარეშე, იმიტომ ხა ბავშვები ყავდა, არაფერი არ ვიცოდი და აქამდე აეროპორტში მარტოები არასდროს არ ყოფილვართ. სულ გუნდთან ერთად ვიყავით ხოლმე აქამდე სადაც გვიმოგზაურია ბავშვებიდან მოგზაურობდით და ყველგან გუნდთან ერთად ვიყავით და ტრენერი აგვარდა ყველაფერს ხოლმე. ეხლა მოგვიწევ მარტოებს წამოსვლა და ძლივ უყურე თბილისიდან წავედი. კატარი ლოს-ანჯელესი და ლოს-ანჯელესიდან მე რა წავსულიყავით არიზონაში. ნუ მოკლედ ძალიან გაიწელა რა ეს ფრენა რა. ანუ და მეორე დრო ჩამოვედი. რაღაც ძალიან არასასიამოვნოდი იყო რა ეს დაიწყო. რო ჩავედით აეროპორტში ხო? ანუ გვეუბნებიან რომ ჩავხვალთ და ხდება ტიპი ვიასაც ფურცელზე ეწეება თქვენი სახელი. ჩავედ და არავინ არ გველოდება. ურეკავ ამ სააგენტოს, მეთქი სად არიან, მეთქი გადაურეკავ ახლა შევამოწმოთ რა ხდებაო. დავაკეთე ანუ ბოდიში გადაავიწყავ და 1 საათში მანდ იქნებაო, მეთქი რა ვაკეთოთ ახლა აეროპორტში, ანუ არავინ არ არის. და მოდის ვიღაცა ტიპი მეო თქვენი პრინციპალის შვილი ვარ, ანუ სკოლაში ვინც ვარიო, მაიკი ერქვა, სასწავლმოქმედის შვილი ვარო და წაგვიყვანა თავისთან სახლში, იქ ვიცხოვეთ რაღაცა 2-3 დღე ვიყავით, იქიდან მე გადავბარგდით. როგორც წესი უნდა ყოფილიყავით ჩვენ დაბინავებულები, ანუ host family-სთან, ანუ ოჯახთან, ვისთანაც ვიცხოვებდით ყველაფერს დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ მაგისმაგრად გადაგვიყვანეს ცარიელ სახლში. ანუ როგორც აღმოჩნდა დორმი გამოვიდა, დიდი სახლი იყო, ნაქირავებია სკოლის მიერ და ანუ იმ დორმში შეგვიშვეს ჩვენ ერთ ოთახში. და პირველები ვიყავით საერთოდ და ანუ არავინ არ იყო. არაფერი არ იყო სახლში, ცარიელი სახლი იყო. მენა ისეთი ამბავი იყო, რომ აი არც საწოლი, არც რაღაცა კბილის ჯაგრისი, არაფერი არ ვიყო. თუმცა ყველაფერი ჩვენ მოვეყიდა. ხო, ანუ და დაგტოვა იმან, რა ქვია, პრინციპალმა მე იმას სახლში და აქედან ფიგური ანუ შენ თავზე იყავი რა როგორც გინდა მოიგე როგორ რასაც გინდა იმას გააკეთებ ეგეთი თემა იყო რა ნუ ეხა შეთა ძალიან ბევრი ფერადკანიანი შემოიყვანეს ამფრიკიდან კონგოდან კამერუნიდან ყველა კალაბურს მოთამაშე იყო და ანუ რუსებიც იყვნენ უკრაინელებიც იყვნენ კიდე ვინ იყო რა მოგედეთ 10 თორმეტ ბიჭი ვიყავით ერთ ბერძენი იყო რამე უკრაინელი რამდენი აღარ იყო ხო 12 ბიჭი შევიყვანეს ერთ სახლში ეგ სახლი იყო 5 თუ 6 საძნებლიანი იყო და თითო საძნებელში 2 ტიპი იყო და ეხლა მე გავიგე მე ვეგონა ეს ჩვენ ვეგონა ეს დროებითი ის იყო სანამ ანუ ოჯახებს მოგვიზებდნენ ხო ხვდები და უცებ ანუ გავიდა 1 კვირა გავიდა 2 კვირა იქ ცხოვრობ ანუ ჩვენი რაღაცები ვიყიდეთ იმიტომ ეხლა ძილს როგორ უნდა მეძინა ხო ხვდები ანუ არაფერი არ იყო რა სახლში არც გაასაფარებელი არ იყო არც ჩიხოლი ხო არაფერი არ იყო ეგეთი და ანუ ყოფა ჩვენ თოვეყიდა არც ფხმილი არ იყო არაფერი ანუ არც საჭმელი არ იყო როგორც ცხოველები ისე დავბინავდით რა ანუ ყველაფერი ჩვენთან გვეყიდა ესე ანუ არავის არაფერი არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით ხო უკვე მოგცოდნოდა რა ისეთ ადგილზე მოდიოდი რომ მოგცოდნოდა რა სხვანაირი პირობები შემოგთავაზეს საერთოდ ანუ სხვანაირი რაღაცაში ჩამოვედი. მით უმეტეს კიდე ხა მაიამიში როცა ვიყავით პირველად იქ ვაფშე სხვანაირი სიტუაცია იყო და ხა აქ რო ჩამოდიხარ და არავინ შენი ზედამხედველი რო არ არის ცოტა ძალიან შემაშინებელი და არასასიამოვნო ფაქტორი იყო. თან ყველაზე ცუდი ის იყო რომ ინგლისური რო იცოდით და პირველივე დღეს სკოლაში შემოვიდეთ ეგრევე რაღაცა პრობლემები შევექნა პრინციპალთან და ბავშვებთან იმიტომ რომ ლექსიკონის და სიტყვის ბარიერი რა ანუ მაგის გამო მე რაც სიტყვები ვიცოდი გონებაში რაც მახსოვდა რა ის ცოტა აგრესიულად ჟღერდა როცა ინგლისურად თარგმნი, იმიტომ რომ აქ რო ჩამოდიხარ ხა, საქართველოს როცა ცხოვრებაში ნაყოფია ხარ ამერიკაში, უკვე ანუ გონებაშივე თარგმნი შენ ქართულიდან ინგლისურზე და როგორც კი პირდაპირ თარგმნი, ხო, ანუ სწორედ არ ჟღერს ეს სიტყვები რა და ანუ ეგრევე საუბრობდი ყველა ანუ იქაც და ანუ ცოტა აგრესიულად გამოჩნდა სავით. ეხლა რო ვფიქრე, მე ხვდები რასაც ამოდე მაშინ ვერც მივხვდი რას მეუნებოდნენ და მეთქი რატომ მეთქი და შემიყვანეს პრინციპალთან ტყულობო და გამტისკეს რაღაცის გამო რა ანუ ხო ახლა მე როგორც მახსოვს მე საერთოდ ძალიან ცუდი მასზე ვიყავი რა ანუ ნოუტზე რომ ანუ ვაფშე ინგლისური არ ვიცი რაღაც შორს ვარ ჩვენი ქვეყნიდან და ეგრევე სტრესის იმაში ჩავარდი სტრესის ჩამერთო ეგრევე მე რომ მეთქი ანუ რა მინდა აქ რას ვაკეთებ და რაღაც ეგეთი თან როგორ გინდა ეხა ახალი ჩამოსვლები ხარ და ანუ ერთი კვირის მე უკვე წამოსვლა გინდა რა ანუ ისეთი სიტუაცია მოხდა რომ არ იყო ანუ მაგას ძალიან ისეთი ცუდი ენერგიასავით იყო იმიტომ რომ მე იქ ყველა ჩვენ წინ აღდეგრო იყო ახსოვს ეგ ეხა მაღაზია მე ვბოდი მასე ვიძახი რომ რაღაცა სახშსაც ვიყავით ან არაფერი გასაკეთებელი არ იყო მე ეხა გადავალთ იმაზე რომ წყალბურთზე ვაფშე საერთოდ ხო ლაპარაკი არ არის იმიტომ რომ როგორც უკვე ჩავედით ეგრევე გითხეს რომ რაღაც გუნდი უნდა შეკრებილიყო და სამწუხაროდ გუნდი ვერ შეიკრა და შეგიძლიათ იცურაოთო ეხა თავიდან რა თქმა უნდა უარი ვთქვით მაგრამ მე რომ
გავანალიზეთ რომ ამ სკოლაში ყველა სპორტით იყო დაკავებული, მეთქია მოდი იყოს ბარემ ვიცურავებ მეთქი რა. მაგრამ რა მოხდა? სამწუხაროდ ეს ცუდი სამბავი არ გამოვიდა. ხო, ეგეც არ გამოვიდაო და ვერაფერს ვერ გიზაოთო რა და ბოლო იმედი რაც იყო რომ ფეხბურთის თამაში უნდა დაგვეწყო, ანუ მეთქი რაც არის მეთქი ხა ბავშვობაში ფეხბურთს ბურთს მაინც ვაგორებდით. ხო, იმაში საქართველოს უბანში რო ვიყავით ხოლმე, რაღაც თამაშობდით და რაღაც ხოლმე და მაქედა რაღაც 1-2 ბურთის დარტყმა ვიცოდით და მეთქი რაც არის მეთქი იყოსკო და ვითამაშ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე დროთა განმავლობაში ანუ შევძელით რომ ეხლა ცოტა იყოს ხა თავიდან ანუ როგორც ვინც ყველა სხვა ქვეყანაში წასულები ხართ, ეხლა გეცოდეთ როგორი შოკი არის თავიდან რა, რომ მიდიხარ და ანუ უცხო გარემოში რო ხარ და თან პატარები ანუ წლოვანებას რო გაჩერე რა გაგნანახი ამ ხო, ეხლა პატარები ვართ, მაგრამ თან ანუ ის იყო რომ ეხლა ამერიკაში ჯერ პირველად მაიამიში რო ჩამოვედით, რაღაც მახსოვს რომ რაღაცაო მაგარი გართობა, რაღაც გუნდელებთან ერთად, რაღაც ჭამასმა, რაღაც ღამე PlayStation-ის თამაში და უცებ აქ ჩამოდიხარ და რაღაცა დილის 6 საათზე უნდა გაიღვიძო რომ რაღაცა მოემზადო სკოლისთვის რაღაც იმიტომ რომ კალაბურთის გუნდი მაგეროს მიდის და შენც მაგათ უნდა გაყვე თუ არა და მოგიწევს ფეხი წასვლა და ხო, იქ დამოვიწყა რომ ანუ ჩვენ საათს ჩაგვსეს ის სახლი იყო კალაბურთელებისთვის იყო გამოყოფილი ეგ სახლი და ჩვენ უბრალოდ შევხვდენეს რომ პოსტა ანუ მადგილი არ იყო. ჩვენ უბრალოდ ანუ მეტი წასასვლელი არ ქონდა არსად და მე ამათ ვეჯიყავებოდი რომ სიტყვა მომეც მეთქი რომ ოჯახში წახვარ მეთქი და ანუ ცხოვრობ დომში ფეატკანებთან მეთქი კალაბურს მოთამაშეებთან მეთქი მე არაფერ შუაში რა აქ მეთქი და მე ანუ ჩემი წუწუნი და შეწუხებებით ანუ ყოველთვის ცდილობდი ისეთ რაღაცას რომ ადამიანს სიტყვას მომცემს ყოველთვის უნდა იყოს პასუხისმგებელი მაგ სიტყვაზე და ამათ რომ მომცეს ეს სიტყვა მაგაზე ვაწვევოდი მე ამას რომ მეთქი სიტყვა თუ მომცეს და აქ მითხარ რომ ჩამოსულიყო უნდა მივიდე მე სახლში მეთქი ბოდიში ჩვენ რა პროფესორები ზავთო სკოლაზე აქ დამოკიდებული რა და როგორ იზავნა ჩვენ ესე გითხეს ოჯახში იქნებოდა და ეხლა ბოლოს შეცვალეს მეთქი არა მეთქი მე ესე არ მოწყოს მეთქი და მე ბოლოს ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი შევაწუხე აუხსენი ისტორია უთხრა რა და როგორ ხდებოდა ყველაფერი და ნუ მოდი მე ჩვენთან წამოვიდეთ სახლში ესე გითხრა იქ იცხოვეთო მაკალთან ერთად უკვე ნიგერიდან ჩამოსული ბავშვი ნანზო ცხოვრობდა რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და მე გადავედით მაკალთან ესე თვენახევრის შემდეგ გადავედით ისტორიის მასწავლებელთან სახლში იზაბელა ქვია გადავედით მაკალთან და ნუ ყველაფერი კარგად მიდიოდა ისა რაღაცებს ჩვენს დავლაღდით რაღაცაში დაგვეხმარა იმიტომ რომ ყოველ ანუ საჭმელს ეგენი გვიკეთებდნენ ანუ სკოლა აზრდა ფულს მაგათ დამატებით ამათვის ბენეფიტები იყო რაღაცა ანუ ტაქსი ანუ როგორ გითხრათ საშემოსავლოსთვის და რაღაცების ანუ ხომაინც ტაქსის write-off-ია ჩვენი მიიყვანა და ყველაფერი ანუ საჭმელს ვახარჯებდნენ ფულს ვახარჯებდნენ ისა ყველაფერი გადავედით ამ სახლში თამაშობთ ფეხბურთს მოუშვით იმას რა ქვია დომს ესე თქვა საცხობილს სადაც ფეატკანიანი კალაბურთელები ცხოვრობდნენ და აღარ გვიწევდა იმათ ერთად სიარულე და იმათი ლოდინი ყოველდღე რა თორე ამ დროს არც კალაბურთს თამაშობთ არაფერი და ანუ უბრალოდ ვიჯექით დილის სკოლაში რა იყო რა ძალიან ანუ რაღაც 1-2 კიდე ხო მაგრამ მე რაღაც რო ეჩვევი და რაღაც ანუ არ არის სასიამოვნო რა უბრალოდ მიდიხარ სკოლაში ესე უაზრო ძიხარ ერთი გასაცობი რაც იყო ხოლმე Walmart იყო 30 წუთის მოშორებით შორს წარმოიდგინე უდაბნოში იყო სკოლა უდაბნოსკენ რაღაცა ქალაქში იყო გარიყული რა და ფეხით სასწავლო იყო 30 წუთი Walmart-ამდე და ანუ იმდენი დრო ქონდა ხოლმე რომ 30 წუთი მივიდოდით ხოლმე Walmart-ში ანუ იმიტომ რომ კალაბურთსაც ხოველოდებოდით ხოლმე რა იქ დავბოდილოთ ხოლმე ესე 40 წუთი 45 წუთი უკან 30 წუთი მოვიდოდით რომ მოვიდოდით კიდე 20 წუთი ველოდა ამ კალაბურთელებისთვის და მე ავტობუსით წავიყვანეთ სკოლაში ან დორმებში და ეს სახში გადავედით ამ ქალთან ხო ამ იზაბელასთან ხო ყველაფერი გამარტი და უფრო რა იმიტომ რომ ამ ქალთან დავდივით ხოლმე თავისი რა ქვია მაგას Sienna Toyota Sienna ყავდა რა ამ ქალს და დავდივით ჩვენ თვითონ ანუ იზაბელა თავისი შვილი კირენი ნანზო და ყველა ჩვენი მეზობელი რომელიც კი სკოლაში დადიოდა ხოლმე რა და ანუ ესე გავგეძლოთ ცოტა ცხოვრება მაგრამ მე რაღაც პრობლემები შევექნა ამ ნიგერიელ ბირთთან ხოლმე რაღაც ესე მოგდიოდა ხოლმე ჩხუბი და რაღაცა ეგ იყო მე კიდე რაღაცა ეხლა ახალგაზრდები ვართ რაღაც ღამე ხანახან გასვლა გვინდა ვიღაცები გავიცანთ იქ რაღაც ისა და ხანახან ხოლმე გასვლაზე იყო ხოლმე პრობლემა რომ ანუ არა აქ რო ცხოვრობ და რაღაც ეხლა რაღაც ის ხო მესმის ეხლა ამჯერად მაგრამ მაშინ არ მესმოდა სამწუხაროდ და ცოტა სხვანაირი მენტალიტეტზე ვიყავით მაშინ აუჯანყდით ასე ხო აუჯანყდი მე გაბრაზებულები ვიყავით ხოლმე ერთმანეთზე რაღაც არ ველაპარაკებოდა ნუ უკეთ ეხლა ბავშვები ვიყავით რაღაც ბავშვურ საქციე რაღაც ძალიან უაზრო რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე რა და მოკლედ ესე იყო რა ანუ ეს ოჯახი თხოვეთ რომ წყაბურთზე ვეტარებინეთ ხოლმე რაღაც გუნდი ვნახეთ რაღაც დაახლოებით 50 წუთის შორს ჩვენი
ადრესიდან და იქ ერთ-ერთჯერ წაგვიყვანეს ხომ რაღაც გვატარეს, მაგრამ სულ ვერ გვატარებდნენ რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დროის ამბავი იყო ეს ყველაფერი და ფეხბურთიც რო ვთამაშობთ ფეხბურთსაც საბედნიეროდ გაამართა ფეხბურთმა მე მაგარი შემტევი ვიყავ ეს ცოტა ისეთი დამცველი იყო, მაგრამ მე კარგად წავიდა საქმე, ახლა ცოტა რაღაცა ფორმაში ჩავდა იქით ფეხბურთის ხრივაც, გოლების გატანაც დავიწყეთ ესა ისა და როგორ აღმოჩნდა, რომ დივიზიონის ჩემპიონატი მოვიგეთ. რაღაცა იმედი მომეცა, რომ მეთქი მოკლედ რაღაცა შეიძლება აქედან გამოვიდეს თქო. და ახლა რო დავმოეთა ოჯახის თემას, როგორი ამბავი იყო, იცი, ძალიან ბოლო იმამდე მივედით რა ეტაპზე რა, ისეთი დაძაბული სიტუაციასავით ქონდა რაღაცა არ იყო ყველაფერი კარგად და ბოლო როგორ თქვათ მიზეზი ის გამოც გამოგუშეს სახედან იყო ის რომ ერთ დღამეს რაღაცა არ ვიცი სტეიკი გააკეთეს რაღაც ღვინოში თუ რაღაც რა ვიცი რაღაც ფრანგული რაღაცა ღვინოში და იმაში ამოწობილი და ნუ ეხა აქ ამერიკულ იმაში როგორ ხდება იცით როგორ ჭამს ხალხი რა დაახლოებით ყოველთვის ჭამთ ესე 5-დან 6 საათამდე რა რომ ეს საღამოთი რაღაც ძალიან სავსე არ ყოფილიყავი და რაღაც და ყოველთვის თეფს გვაძლევდნენ და მიდიოდი და იღებდი რამესაც გინდოდა ხო და ეხა საქართველოში ჩვენ ეხა ყოველთვის ისევ ჭამდით და რაღაცო არაზოს არ იყო ისე რაღაც მორცხვი ვიყავი რაღაც როცა სადაც ცხოვრობდი ჩემს სახლში ეხა ეგეთი რაღაც არ იყო ხო და აქ ეხა რავი ჭამდით რამდენსაც შევეძოთ ეხა ვარჯიშობდით რაღაცა მთელი დღე სკოლაში რო ხარ ესა და მშივრები რო ვიყავით ხომ რაღაც ჭამდით ხოლმე რა ეხა რამდენიც გვინდოდა და არ ვიცი რაღაც შეიძლება ძალიან ძვირიანი ხორცი იყოთ რომ რაღაც არავის არ უთქავს ჩვენთვის არაფერი და რავი მე ალბათ ბევრი ჩამოგვივიდა რა და მოკლედ მეორე დღეს მივდივართ სკოლაში და დირექტორი გვიბარებს და გვეუბნება ეს რაღაცას რომ ამ ოჯახს თქვენი დატოვება აღარ სურთ იმის გამო რომ ძვირიანი ხორცი ჭამეთ რაღაც ზედმეტი დოზითო და უნდა წამოხვიეთ უკან ამ სახლში რა ეს დორმებში სადაც ეს ყველა კალაბურთელები და ყველა ცხოვრობდა და ხა რაღა დაგვრჩენი ხა ორი უსუსულად ვიყავით და რომ მივედით ამ დორმში ისეთი რაღაცა მოხდა რომ ჩვენ რო დავტოვეთ უკვე ვიღაცები უკვე ცხოვრობდნენ ჩვენ ოთახში და სამწუხაროდ მოგვიწია ერთი რაღაც ერთი კვირა ალბათ ესე იატაკზე გვეძინა მე და ეს ვიყავ ერთი სავარძელი იყო რა და ვინაცლებოდი თუ მინდა იზიებდა დივანზე ხო ეგრე იყო ხოლმე და ხა რომელსაც ხან რა იყო ხოლმე რაღაც ღამეები რომ ხან რაღაც შუა ღამის გამეღვიძია და ამისთვის მithქოს რაღაც წელი მტკიო მოდი შემენაცო და რაღაც მით იგეთ თემები იყო ერთი კვირა უეთ ეგრე ვიყავით და თან ისეთ ცუდი რაღაცა ის იყო რომ ეს ღამე ვიღაცას რამე მოუნდებოდა გამოდიოდნენ ეხა აქ ამერიკაში ხო გახსნილი არის რა ეს გახსნილი იყო სივრცე სამზარეულო და მისაღები ოთახი გახსნილი იყო და ვიწევდა ვიღაცები რომ ჭამდნენ ხოლმე რომ მოკლედ არანაირი პირადი სივრცე ჩვენ არ აღვაჩდა და ეგეც თან აბაზანა და ისიც ვხმარობდით რაღაცა ვიღაცის ოთახში ყველა საათ შედიოდა ხოლმე ოთახში რა დაჟე ჩვენ ყველაზე ცუდი აბაზანა ქონდა იმიტომ რომ ყველა ოთახში თავისი აბაზანა უმეტესწილად რა რამოდენიმე ორი ოთახის გარდა რა და იყო ქემოთ გესტის სტუმრის აბაზანა რომელსაც ნებისმიერ ადამიანს სახში ამოსული ვისაც თავის ოთახში ასვლა და ყველა ხმალა და ფეხებზე ეკია სისუფთავე ისა ეს ყველა და ეგ მაგაში უწევდა ხომ ჩვენ შესვლა რა თან ხა ცუდად არ მინდა გამოვიდეს მაგრამ ხა ეს შავკანიანები თემით ეს ხა აფრიკიდან რომ ჩამოდიოდნენ და რაღაც ხა სისუფთავე ძალიან უჭირდათ რა მართლა ხა მესმის რაღაცა ყველა ერთ იმაზე ვერ იქნება, მაგრამ ექსტრემალურად უჭირდათ ამ ბიჭებს სისუფთავე რაღაცა ელემენტარული შენ მოსაქმებულის ჩარეცხვა და ეგეთი რაღაცები ავიწყდებოდათ. და მოკლედ ეს ერთი კვირა რაღაც იატაკზე მონაცვლობით ვიწექით ხოლმე მე და ეს. ძირსო ვიწექით, მონაცვლობით ერთი კვირა ვიწექით ხოლმე ძირს რა. მე ძალიან სულ მეთქი გადამიყვანეთ რაღაცა მეთქი ოთახი იქთა კვირაში გექნება ოთახიო იმიტომ რომ ვიღაცები მიდიან აქედან ბედზე მიდიან იმიტომ რომ სიტუაცია არ მოეწოდა და თვითონაც დაასკამეს ეს ბედზე ამ სკოლამ და ესეთი რაღაცა მოხდა რომ სამშაბათს ჩვენ ყველა ერთად გავედით ღამე ჩვენ რუსები უკრაინელები გავედით გარეთ შავკანიანები ჩვენთან ერთად არ მოძრაობდნენ ისინი მარტო კალათბურთი და თავის თემა ანაი გართობა და ძალიან ისინი მოტივირებული იყო კალათბურთი ეთამაშა და გამოსვლათ მაგრად ჩვენ უფრო ხა ჩვენ სათამაშო სპორტი არაფერი არ ქონდა ფეხბურთი მოგებული ქონდა ყველაფერი და რა დაგვრჩენია და გავედით ღამე გარეთ მაღაზიაში რომ გვიყიდა დასალევი ალკოჰოლი ესე ვთქვათ არაყი მაშინ ვართ 17-16 წლისები და ხა რო შევედი მაღაზიაში ბოდიშიო ჩვენ ალკოჰოლს ვერ მოგხსენდა 21 წლის ზემოთ შეიძლება ალკოჰოლის ყიდვაო და
ბოდიში მეთქი ჩემი პირადობა არ მაქვს მეთქი თან 2 წუთი მაცდა და ნახავთ ტელეფონში ეგ საკმარისი იქნება მეთქი და ვიღაც მოხუცი კაცი ხო ხდები და უცებ გავტრიალდი და ვითომ მეძებ რაღაცებს და აქამდე ფოტოშოპში შევედი და უცებ გადავცვალე რაღაცა ნომრები რაღაცა ისა ეს პირადობაზე და ვაჩვენე აი ესა ჩემი პირადობა მეთქი და აი თქვენ კარგად იყავით და გამოგვიშ და მე უკანასზე მოვდივარ და ანუ არაყი ვიყიდეთ გახარებულები ვარ და უცებ რაღაცა უკიდა მაღაზა მანქანა მოკრის და მოკრის ერთი 160 კმ/სთ ქუჩაზე რა და ცვა ნელ-ნელა შენელდნენ და ბრახტა გადმოვდეს რაღაცა დასალევი გვესწოლეს და მეთქი ეს იდიოტები მე შევაგინე ინგლისურად რა და გაიარეს მე მოტრიალდნენ უკან მე კი პოლიჟოხი გვესწოლეს და ესე დაგვდედნენ რა ჩვენ მე ანუ მოვტვიეთ და მე გვერდზე ქვები ეყარა რა მოვკიდე ქვას ხელი რო გამოიარეს მესამეჯე უკან რა აი მუჭებში აი ესე მქონდა მუჭებში დაგროვებული ქვები ესე რა და გაწევლები ვიყავი და ავიღა გაუქანე მანქანას წინ ანუ საქარე მინაზე მოხვდა და გაუტყათ ეგრევე მე ანუ მე რუსებმა და გიორგი უკიდან ესოს ჩაუტეხეს ფანჯრები და რაღაცა და მე ანუ ეგ თემა მინ დასწოლა მე ცოტა შეგვეშინასავი და მე მეთქი ანუ წავედი სახში დავლიეთ გავერთეთ ისეს და მე ანუ ის ვქენით რა ანუ მოდი აღარ იმას ვქათ მეთქი რა ანუ ეს ღამე აღარ გავიმეთ თუ გავად მეთქი მოდი ჩვენ თავდაცვა გვინდა მეთქი რაღაცა ისეთ გვინდა თავი დავიცვათ მეთქი და ანუ უცებ წავედი მაღაზიაში მე იმის საყიდლად პნევმატური იარაღების საყიდლად წავედით ამ იმაში ვოლმარტში როცა ფიზკულტურაზე ვითომ ფიზკულტურაზე შევდიოდით წავედით ვიყეთ როგორც წინა მაღაზიაში გამიტარა მოხუცმა კაცმა ისე აქ მოხუცმა ქალმა გამიტარა ისა ჩემი პირადობა რომ ვითომ 30-ის ვიყავი და ეგრე ვიყეთ პნევმატური იარაღები წამოიღეთ სახში ნუ ამასობაში მე რაღაცა მოვაგვარი რაღაცა ის გავიცანი ხალხი წყალბურთსა დავდივდით გუნდში იმათ დავეკონტაქტე მეთქი რაღაცა გუნდი ხوارო და ტურნირზე დავამატოთ ვითამაშოთ მეთქი რომ მინდა რომ სკოლაში აქ ჩავაბარო მეთქი და ეს იარაღები რომ ვიყიდეთ ხო მეორე თუ მესამე დღეს ლას-ვეგასში მივფრინავდით სადაც გააფრთხილეთ მე არიზონაში ტურნირის სათამაშოდ სადაც გავიცანით ვიღაცები 2-3-4 დღე დავჭით იქ ლას-ვეგასში და მე წამოვედით არიზონაში ტურნირის სათამაშოდ ის ტურნირი ვითამაშე და ჩამოფრით უკან არიზონაში და ისევ ისეთი სიტუაცია დახვდა სახში რომ გახდა ის მეორე კვირა ან მოგვატყუეს და მაინც არ შეგვიშვეს ოთახში იმიტომ რომ უიბოდიში გადააგრძელესო ესე გითხეს და მე ეს რომ მოხდა ანუ მე ანუ ეს იარაღებიც ხო ხვდები რა ახალი ისინი ქონდა ნაყიდი ქონდა ჩამოეთ იმიდან რა ქვია არიზონიდან და ვეგასიდან ჩამოეთ ისა ეს და მე წავედით მე ანუ ჩვენ უკან ამ სახს ხონდა ეზო ქონდა უკან რა და უცებ ბოთლები დავიღე დავდე და ანუ ვესროდი რა ანუ პნევმატური იარაღით ვესროდი ეს მიზანში ვესროდი ვიდეოზე აქვს მაგისი როგორ იმაშევით და მაგასაც და მე ჩვენ თურქი მეგობარის დავიყოთ და მოდი ჩვენ და ისონ და მოდი ვიდეო გავიღოთ რომ ანთქი მაგარი რაღაცა იქნება მეთქი დავპოსტავთ ინსტაგრამზე და იმაზე მეთქი რა სნაპჩატზე ანუ ეს იყო პლატფორმა რომელსაც ვიყენებთ რა მაშინ სკოლაში კლასელები და მთელი სკოლა სნაპჩატს იყენებდა რომ ერთმანეთში გვესაუბრა და ვიღებ ამ ვიდეოს რაღაცა ისე იმაშევით მე კიდე მაგღამესო წავედით მაღაზიაში კიდე რაღაცები გვეყიდა მაგდროს აღარ გამოიარა ამათო მანქანამ რა ამ დროს უკვე იმე პნევმატური იარაღებით წავედით მაღაზიაში უკვე თავდაცულები ვიყავით ხო ასე ხარ და წავედ და უცებ ხედავთ ამათ მანქანას მაგრამ მანქანას ხედავთ დედა აღარ ყავს მანქანას ყველა შუშა ჩალეწილი აქვს სარკე გატეხილია და წინ ბამპერზე და იმაზე ქვის ისინი აქვს დატყობილი მე ვიყეთ ეს ალკოჰოლი წავედით მე ჩვენ დორმში სადაც ვიყავით და ნუ ხა ჩვენ ხო ჩვენი ოთახი არ ქონდა ვსვავდით გარეთ ანუ ზედამხედველი კი ყავდა მაგრამ იმას ფეხებზე ეკინებდა თავის გოგოები ყავდა ხოლმე მოყვანილი ხოლმე მეთათა ერთობოდა ხოლმე რა ანუ ჩაიკიდავდა თავის ოთახში დრედებიანი დიდი როჟა ფეხებზე ვეკიდეთ რა ხდებოდა ყველაფერი არაფერი არ ნახავდა თან სკოლაში ფულს უხდიდა რომ ჩვენ ზედამხედველი ყოფილიყო მე მაგღამესო ძალიან დავდეთ მე ჩავედი ქვემოთ იმაში სადაც ყველა იკრიბებოდა ხოლმე იმ ოთახში ანუ არავინ არის ყველა იყო თავის ოთახში PlayStation-ზე თამაშობდა მაშინ ძალიან არანუ ხა ყველა ერთად სულ ყოფილიყავი და რაღაც თორე შეგვეკრიბა ყველა იმიტომ ჩვენი სამეგობრო წრე ყავდა საქართველოში და აღარ ყავდა ისინი ცდილობთ რომ აქ ახალი მეგობრები გაგვეჩენ და ყველასთან დავახლოვებული ყავით და ჩავედით ქვემოთ რომ ყველა შევეკრა და მოდი რაღაც მაგარი რაღაცა ის იარაღები მეთქი დაჟე ნაუშნიკები გამოვიწერე რაღაცა იმისი ბიცების ჩემი პასპორტი და იარაღები და რაღაცა ვიდეოს ვიღეთ რომ გიორგიანო ცოტა ნასვამები ვართ რა მაგდროს და მოდი გიო მოდი ინსტაგრამში რაღაცა მაგარი ვიდეო გადავიღოთ მეთქი დავპოსტოთ და ყველა გაგიჟდება სკოლაში აუ ესე რა მაგრები არიან თქო და მოკლედ დავპოსტე ეს ვიდეო ოღონდ არის ვიდეო არის გიორგის რაღაცა შავკანების მუსიკაზე ესე გიორგი დგას შორტები აქამდე ჩაიწია და დიდი მაიკა ეწო და ესე ორი იარაღი უჭიავს ხელში ეს პნევმატური იარაღები ესე ორი იარაღით ესე ტრიალებს შორტები ჩაწეული და რაღაცეები რა და ეგ დავპოსტეთ და აუ გამახმარება მომყავდა ჩვენი სკოლიდან იმხელა რომ არ ვიცი ანუ ყველა აუ თქვენ რაღაც ძალიან გიჟები ხართ ისა და ყველაზე ცუდი რამ მოვიწყდება ხოსემლი შოცხოვით ისტორიის მასწავლებლის სახში მაგ ისტორიის მასწავლებლის და
ასწავლდა იოგას ჩვენ სკოლაში. დამავიწყდა მაგას დაფოლოვებული ვყავდი და მოკლედ ვიდეო დავპოსტეთ, თურმე ჩაიწერა ეგ ვიდეო და დირექტორს გადავუზავნა სკოლის. მოკლედ მეორე დილა თენდება რა და ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ყველაფერი საერთოდ ანუ მანქანა სამივა რა, ანუ ის იარაღები მქონდა ჩადებული, ჩემ პატარა ჩემუნებში მქონდა ჩადებული პასპორტთან ერთად რა. სკოლაში არ მქონდა ხოლმე არაფერი, ანუ არაზროს, ეგეთ რაღაც არც გამიფიქრებია თავში წამიღო სკოლაში. დატოვებული იყო ჩემოდანში და გადაღებული მქონდა სვათი სადიდო ზუსტად ეგ იარაღები. და ანუ მეორე დილით დირექტორს წავგანდა ხოლმე მოსალს და დილის 6 საათზე ცოტა ერჭო იმ ადგილზე რა და ყველა მზადა 6:30-ზე უკვე გასასვლელად და ეუბნება ყოველს ყველა გადით აქედან და თქვენ ორი ძმა დარჩით აქ. გახსოვს ეგ მომენტი? აი ეგ მომენტი იყო ინტუიში ამასხა სისხლმა რომ მეთქი რა რაღაცა ისეთი ხდება მეთქი რაღაც დავაშავეთ მეთქი უეჭველი მეთქი და უეჭველი იმას აი ცხობაში აწამომედგინა რომ აი მაგი არაღებზე იქნებოდა პრობლემა და რაღაც ის ხომ მე ცოტა არ იყოს აი ისინი დავინახეთ ტელეფონები და ფლეშლაიტი და 1000 რაღაცა რო იყოს ჩვენზე მოდებული ცოტა არ იყოს მივხვდი რომ რაღაცა აი უეჭველი მაგასთან სულ სიტუაციაში ვიყავით. რაღაც კარგი რო არ მოგველოდა ვიცოდი რა. ხო, იმიტომ რომ ეს ტიპი ეს დირექტორი რო შემოდა უკვე ორი ტიპი გამოყვა ვიღაცები, ვინც უკვე კამერით იღებდნენ, ამ ტელეფონით იღებდნენ ამ ვიდეოს და ყველაფერი და ეგრე მოვიდა ჩვენთან რომ ანუ ისინი ჩასვა ავტობუსში ყველა გაიყვანა სახელიდან და ჩვენთან რომ მოვიდა ეგრე თქვენი ჩემოდანი მანახეთო რა ეს გეუბნება მეთქი. და დავაჭერეთ ჩემოდანი მეთქი და გავუხსენ დიდი ჩემოდანი მე მივხვდი უკვე რაზეც იყო საუბარი. და ეხლა მოუტვინა რომ მოდი მეორე ჩემოდანს ვანახე მეთქი რომ ანუ დიდი ჩემოდანი სადაც არაფერი ხდება ეს დამალულები იყო ეს პატარა ჩემოდანი რაღაც ოთახში რა რაღაცა storage იმაში იყო დამალული ეს ისინი და გავხსენი დიდი ჩემოდანი ეგ არაო ეგ არა მეორე მანახეო და მეთქი მეორე მეთქი და всё მე მივხვდი უკვე რომ რაღაცა ცუდ სიტუაციაში ვიყავით მეორეო და მიიღებს კამერა ესე თავზე ტიპები მიიღებენ კამერით ესე და გიორგისაც უთხრა გააძრე შენი მეორე ჩემოდანიო და ძალიან ანუ ისეთი რაღაცა იყო შოკირებული მომენტი იყო იმიტომ რომ აი როგორი რაღაცა იცი აი ჩაგწყდა რაღაცა გულში რომ აი უკვე всё აღარ იცი რა გააკეთო რა იმიტომ რომ დაინახეს ეგრევე ვიდეოთი გააგზეს გადაღება ეგრევე გეკითხებიან სად იშოვეთ ესა ვინ მოგცათ რაღაცა და მოკლედ ეგ ვიდეო გადავიღეს რომ ნახეს ეს იარაღები უცებ ხელთმანები ჩაიცვა მან იმიტომ რომ არ იცოდა პნევმატური იარაღი იყო ნაღდიარი ხელთმანები ჩაიცვა თავის ტყუებით ყველაფერი ამოიღო ჩადო ჩანთაში პარკი იყო გამჭირვალე რა მაგრამ მე ჩანთაში ჩადო რომ სხვა ბავშვებს არ ენახათ ისინი თქვა რომ ავტობუსში ხმარ დაძათო და როგორც კი მოვალ სკოლაშიო ეგრევე ჩემ ოფისში შემოიტო ესე გითხრა ნუ მოკლედ უკვე გზაში ფიქრობთ რომ რითი გამოვიზრო თავი ანუ უკვე იმაზე გადავედი როგორც შევამეთქი თავდაცვის იმაზე გადავედი უკვე როგორ დავიცოთ თავი როგორ დავიზრო თავი აქედან მეთქი ეს ძალიან ძნელი იყო ანუ ბოლო და მაქინან თავის დაძვრენა ალბათ რა მე ვერაფერი ვერ ვშველი და ხო ეხა ისეთი რაღაცა მოხდა რომ სკოლაში როგორც ვიყვანეს საერთოდ კლასებში არ შევსულვართ რა უბრალოდ დაგსვეს და მოვუდებოდით ამ იმას რა ქვია დირექტორის ანუ სიტყვას მაგრამ რაც მოხდა ცუდი რაღაც ამ დროის განმავლობაში იყო ის რომ ტელეფონის ნომრები რაც ჰქონდა ჩვენ აღებული ინტერნეტზე რაზეც ვიყავით დაკავშირებული ჩემო ჩაგვიჭრა ჩვენმა ჯერ თავიდან როგორ რაღაც მოხდა იცი ანუ თავიდან ამათმა დაურეკეს ამ ოჯახს რომ ჩაუჭერითო ხაზიო რომ ანუ არავისთან ზარის განხორციელება აღარ შეგვეძლო და მე უკვე როგორც კი გააკეთეს და ვეღარ ვეკავით ვერავისთან ამერიკელთან რაღაც ესა ისა მე ინტერნეტში შევედით Wi-Fi-ის წყალობით მე უკვე ტელეფონები ჩამოვართვეს რომ შემოვიდა მე სასწავლო ნაწილი და ტელეფონი უნდა წავიღო არ აქვს კორიდორში ვიჯექით ჩვენ გამაყენების უფლება არ აქვს რაღაც ესა ისაო და ანუ ძალიან ანუ აი მართლა კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ იმიტომ რომ თან რაღაცა ის მომივიდა მე რა სტრესის გამო რაღაცა ის მომივიდა რა ქვია მუცელზე და ანუ ჯანმრთელობაზე ცუდი რაღაც შენა წელის ტკივილი ესეთ რაღაცა იყო. ანუ სტრესის გამო რაღაცა იგი გეუბნება აი წელში ვიღაცა რაღაცას გირტყავსო რა ისეთი ძლივს დავდიოდი ისე მტკიოდა ეს ყველაფერი და მოკლედ ეგ იყო რა ანუ ჩამოვართეს ტელეფონი დავხსეს კორიდორში ხო და ეს დირექტორის ის მესვის ხმამაღლა საუბრობდა და სააგენტოსთან საუბრებოდა თან გითხრა ესეთი რაღაცა რომ მივიყვანა სკოლაში დავხსო გითხრა რომ 1 საათს გაზრდოთ რომ ბილეთები იყიო თუ არა დეპორტ საემიგრაციოში მიყავ ხარ და დეპორტაციას იკეთებთ ეგრევე აქედან და ეხლა ხო ხდები ხა ინგლისური რაღაცა ვისწავლეთ სკოლაში დავდევით ისა ეს და ცოტა უკვე ტვინში გამეჭედა მეთქი რა გავაკეთოთ ეხლა დეაჩემს როგორ უთხრა ეს მეთქი პირველ რიგში მაღაზიაზე წავედით დეაჩემს როგორ აუხსნა ეს რომ ესეთი სისულელე გავაკეთეთ და მიდი და ეხლა გვაგდებენ ამერიკიდან აქ რა მეთქი ამხელა ფული ჩავეთ მეთქი ჩვენ განათლებაში და ყველაფერში და მეთქი ანუ გადამეკეტა ყველაფერი და ანუ ის ტიპი დირექტორი ლაპარაკობს ანუ ოფისი იყო აქ და ჩათვალა ჩვენი ოფისის გვერდზე ახლა აქ კიდე ოფისი რო იყოს და ის ტიპი ჩანს ფანჯარა არ იღია და ჩანს როგორ დადის ამ ტიპი თვითონაც ნერვიულობს და დადის და საუბრობს ვიღაცაებთან და
მე უცებ მაგას მოვტინო შესულიყავი მაგასთან ოფისში ლაპარაკობდა ტელეფონზე მე გავაჩერე 12 წუთი მეთქი რა მეთქი ჩემი მომავალი ფეხებზე მყიდია მეთქი მაგრამ ჩემი ძმა არ გაუფრთხო მომავალი მეთქი და არ გააგდო მეთქი აქედან მე წავალ მეთქი რა და ტიმა გერა გამომაგდო იქიდან გაეთ და მე ანუ რაღაცა მოვიტვიეთ ჩვენი ერთი მექსიკელი ფეხბურთის გუნდელი ჯიო ერქვა იმას ის მექსიკელი იყო პატარა ესეთი შავგამანი ტიპი იყო ჯიო რომელსაც ანუ ტუალეტში ანუ როგორც აბაზანში გამოვიდა კლასიდან და უცებ თქვათ ტელეფონი მომათხოვე მეთქი და ჩემ ტელეფონზე რაც იყო ჩუმად ამოვიღე სადაც ტელეფონი მქონდა შენახული მაგრამ მოვიპარე ჩემ ტელეფონი იქიდან ნომერი ნახე და ვეგაში დავრეკე ვისაც ვიცნობდი ლიხას ახალს როგორ მე შევედი საპირფრეში შევედი და დაურეკეთ თორემ მე დავყე მე ჩემი გაითიშა ხო ერთ-ერთი ხალხი ვინც ყავდა ანუ იყო ეს ვეგასის ოჯახი სადაც ყაბურთის სათამაშოდ ვიყავით წასული ერთი კვირით ეგ ადამიანები იყვნენ იმიტომ რომ მოვეწონეთ მაგათ და უნდათ ჩემი დატოვება იქ ანუ მომავალი წლისთვის რომ წავსულიყავი მაგათ სკოლაში ჩავიცხულიყავი და მაგათ შულთან ერთად ანუ მე სწავლა და ანუ მე ვარჯიშა ყაბურთი და ანუ ყველაფერი განხილული იყო ესა ისა და უბრალოდ ანუ მეტი მართა არავისთან არ გქონდა წასასვლელი იმიტომ ჩვენ აგენტებსაც დაურეკე და ანუ შეკრულიო, იმიტომ რომ ანუ უკაცრეს იმაზე არისო ეს დირექტორი რომ აი სადმე გაგიშვათ ამ ტიპმაო და ნუ მოკლედ ამ ოჯახს დაურეკეთ და ჩვენ და რავი ჩვენი ბედის თავად რავი მენა ისეთი რაღაცა იყო რომ უცებ ამ ხას ველაპარაკები ან ცოლი ვინც არის და მეუნება რომ ჩემ ყარსო გული შეტევა დაემართავო და ან რა დრო ისე გარი და რაღაც ესა ისაო და და მე ვიცით რა გავქნათ ანუ მართა ბოლო იმაზე ვართ რა მეთქი всё ეგ არის მეთქი დეპორტაცია გვიწევს მეთქი ალბათ ამ ქვეყნიდან თქო და რო დაგვიკიდა ამ ხამა ამ ყურმელი მეთქი ანუ მადლობა მეთქი თქვენი დროისთვის რაღაც ესა ისე მეთქი მე გადმოგვირეკა ისე უკან იმიტომ რომ შევეცოდეთ ახლა მაინც აღა და მიხვდა რაღაც ბავშვები იმიტომ რომ თვითონაც ძალიან შოკირებული იყო იმიტომ რომ მე მგონი იმ კვირას მოვიდა მაგის ხმას ეს ამბავი და ვითხარ რომ ესე და ესეო მე ვერაო მაგრამ შემიძლიაო ჩემ თანამშრომელს უთხრაო რა ანუ მარტო ხელა გოგო იყო და შემიძლია იმათთან დაგტოვოთ. თუ დაგტოვდა ეგ ეცოდა მეთქი ანუ კი ოღონ გააღვარჩინე ხო მართლა ოღონდ სადმე წავიყვანე აქედან და მართლა იატაკზე კი არა რავი მე იმაში ქუჩაში დავიძინებ მეთქი ისე ვიყავი. და კაიო ამ ხამა გვითხრა და თან ეს ქალი ანუ არის სკოლას თავის შვილის სწავლა ძალიან დაახლოებული იყო რა ანუ ყველას იცნობდა რაღაც ესა ისე და იმანაც დაგვეხმარაცო. მიეწვიდა ჩვენი ხმა იმაზე სასწავლო ნაწილს. სწორ ადგილას. ხო და რო დაგვირეკეს რაღაც ესა ისაო მოკლედ ამ ხალხმა კი ბატონო დავთანხმდებით იმაზე რომ სკოლაში ჩაგრიცხოთო ყველაზე გადაობა იყო აი მიდი მაგას ხო დავთანხმდებითო ესა ისა და მეთქი კაი მეთქი მაგრამ ეხა შევედით ჩვენ სასწავლო ნაწილთან აქ თან არ გვითხოვს მაგათთვის რის გამოგაგდებთ რა თქმა უნდა ეხა იმას ხო არ ვეტყოდი მეთქი იარაღები ამოგიგას მეთქი რაღაც ეხა ეგეთი რაღაც ანუ ვერ გავუბედეთ მაგის თქმა და ამ კაცმა ნუ აი არ ვიცი ალბათ ერთი 20 წუთი ესე იდგა და ფიქრობდა და რაღაც აი არ ვიცი რა გადაუტრიალა თავში ამ ტიპს ანუ როგორ რაღაცა იყო იმის არჩევის წინ იყო რომ ან შეეძლო დეპორტაცია გაეკეთება ჩვენი ან კიდე მოეცა შანსი ჩვენ რომ ჩავრიცხულიყავ და სკოლაში ჩაიწყო ესე რაღაცა არ ხდება რაღაცა დღეების პროცესია ერა და მე მგონია რომ ისე გითხრა რომ კაი მოდით საერთო რომ იცოდა რომ რაღაც უარს გვეტყოდა ის სკოლა იმის გამო რატო ახლა გეტყვით ვიდეო რაც იყო ჩემი ინტერნეტში ადგა ეს ვიდეო გაუგზავნა ამ სკოლას და უთხრა რომ აი ესეთი ბავშვები ჩაირიცხებიან თქვენ სკოლაში მაგრამ ცუდი ბავშვები არიანო ხო მაგრამ მისი წელთად არ გაუწივართ და უთხრა რომ არ არიან რაღაც ცუდი ბავშვები რაღაცა სკოლაში რაღაც ეხა მართლა ეხა ისეთი რაღაცები არ გავეკეთებიან იქ რაღაც უფასოდ მუშაობ რაღაცებზე სამეზობლოს სერვისებს ვაკეთებდით და რაღაც აქ ამერიკაში ეგეთი თერმი არის რა ანუ community service ქვია და მაგებს ვაკეთებდით და ანუ უთხრა რომ არ არიან ცუდი ბავშვები რომ და ესეთი დიდი ინციდენტის გამო ანუ ამ ბავშვებს უშვებენ სკოლიდან რაღაც ესა ისაო და რო გითხრა რომ მოკლედ გავაგზავნეო და თქვენი ვიდეოც გავუგზავნეო მე მეთქი ანუ უკვე ვაფშე მე აძირს დავერცი მეთქი всё ეს არის მეთქი რა ის მიღებაო და უცებ მივიდა სკოლიდან გვიეკავან იმ ჯიოს მექსიკელის ტელეფონზე რომ თქვენი ვიდეო გამოგიგზავნო ყველაფერი მაგრამ ეგ არაფერია რა ნებისმიერ ადამიანს უშვებს შეცდომასო და აი ერთმანეთს რომ შევხედეთ ეგ იყო მეთქი აი მენა ალელუია თქვენ მართლა ანუ არ მეჯერა რომ ესეთ რაღაცას იზავდნენ და უბრალოდ მე რაღაც საბუთე უცებ მოვაგვარე და ესე 3-4 საათის მანძილში ანუ სკოლაში ჩარიცხულები ვიყავით და თანხაც არ ვქონდა თან ახლა იმიტომ რომ ანუ მოსაძიებელი იყო მოკლედ ისე მოხდა რომ დრო მოგცეს იმიტომ რომ რაღაც შაბათი კვირა არ ითვლება ანუ იმის თანხის ბიზნესის დღეები არ არისო და შეგიძლიათ ორ შაბათს ჩარიცხო და ფულიო და ანუ დრო მოგვეცათ რაღაც ფული გვეშოვა რაღაც ესე
ეს და ანუ ეხა ეს ყველაფერი ხა არ ვიტყვი იმას რა ჩვენ მოვიძეთ რაღაც ანუ ოჯახი დაგვეხმარა რა დედაჩემი დაგვეხმარა ამ ყველაფერში რომ მოეძია ეს ვალები აიღო და რაღაცების გაყიდვა მოუწია და მოკლედ შევძელით და აი ეს დირექტორიც რაღაცა სააგენტოს ყველა ჩართულები არიან და ამას მარტო ჩვენ ვარ და ჩვენგანში მარავინ არ იცი ჩვენ ახლა მარზეაჩემა არ იცი ის არაფერი ჩვენ ახლა როგორ ვეთყოდი რაღაც გამაგდებს სკოლაში მე თავს მოვიკლავდი ალბათ ეგ რომ მეთქვა რა მაგისთვის მაშინ და მოკლედ ეს და ეს ხდება და ანუ ისე მოხდა რომ ანუ ჩვენ ფული გვაქვს დარჩენილი 180 ქონა ანგარიში დარჩენილი და ყველაფერი გადახდილი ქონა ჩვენ host family მიცი რაც დავიკეთეს ტელეფონი ქონა გამოტანილი განვადებით რა ანუ ამათ იმაზე ქონა პლანზე მიბული ქონა ტელეფონი და პასპორტი ჩაიდეს გარანტიად რომ ეს ფულს გაიხდა მაგ ტელეფონზე რა აღონ იყო ოქტომბრის ამბავი და ყოველთვის მიხდით ხომ ამ ფულს და ანუ პასპორტს არ გვაძლევენ თუ ფულს არ გაიხდი ტელეფონისასო რა ანუ მეთქი ტელეფონს მოგცემ როგორ უნდა მიცე ტელეფონი ხა ამათ ხუაზე ხა აი გავიხავ და $1050 ქონდა რა მაგრამ ამის ტელეფონის გასაღად იყო 900 რაღაც დოლარამდე გამოდიოდა რა 870 დოლარზე გადავიხარ ამის ტელეფონში და დავრჩა $170 თუ $150 აღარ მასუს ამდენი იყო იმ ხელა ისეთი ამბავი გააკეთეს გეგონა მართლა რაღაცა ის მომწესო რა $1 million ეს ხო $1 million ეს და მოკლედ ანუ ისე გავაკეთეთ რომ დავხტავთ და დავითახმეთ ყველა წელს ვიყავით ჩვენ ვეგაში და რითი მივდივართ ანუ ჩვენ ფული არ აქვს თვითონ გავაფრენთ იმ დღესო იმ ღამესო იმიტომ რომ უკვე მოსაღამო და 4 საათი თუ 5 საათი იყო და ეხლა ანუ რითი მინიხართ ვეკითხებიან და იმეთქი ეხლა დაჯავშნი ავტობუსის ბილეთებს მეთქი რა და აქ ეხა ავტობუსი ისეთი თემაა რომ ძალიან სახიფათო ამბავია რა თან ეხა წამოდგე არიზონადან ვეგაში ანუ ღამე 10-12 საათის ამბავია მოძრაობა გაჩერებები და ყველაფრით და $150-დან $130 გადავიხადე ავტობუსით მოგზაურობაში. ეს ბილეთები ვიყიდე და ჩვენ გქონდა რაღაცა ჩემოდანი გქონდა 7 თუ 6 ჩემოდანი გქონდა რა. წამოდგინე ორი თეთრი ბავშვი, მიდის ავტობუსის გაჩერებაზე. მივიყვანა დირექტორმა მივიყვანა. დარწმუნებული ხართ რომ ამით წასვლა გინდა თო ესე გითხრა. კი მეტი ამასალე არ ვაქვს მეთქი. მივიყვანა დაღტომა მეთქი. ჩვენ ხვაზე ვართ აქ რა ამბავია მაგ დროს ავტობუსის გაჩერება როგორი ცუდი ამბავია აქ როგორი სახიფათო შეიძლება იყოს. და მივდივართ გრეიჰაუნდის ავტობუსის სტოპზე რომელიც არის აეროპორტის გვერდზე ზუსტად. და 7 ესეთი დიდი ჩანთებით ორი თეთრი ბავშვი შედის ავტობუსის გაჩერება და უცებ აი ესე ფერატკანიანები რა აი ესე გამოიხე ფერატკანიანი არ არის ყველა ვინც იყო საერთოდ აი მექსიკელი ყველა ნებისმიერ ჯიში საერთოდ ყველა გვიყურებს აიმენა როგორც აი ახალი ხორცი მოვიდა აი ახალი ხორცი მოვიდა რომ გავძარცოთან რაღაცა უკნათო და თავიდან ეხა არ შევიმჩნიეთ არაფერ რაღაც წავედით დავჯიქით რაღაც ესე და უცებ რაღაცა პოლიცია შემოვარდა 15 წუთში პოლიცია შემოვარდა ვიღაც ტიპი დააკავეს და რაღაც დანები და რაღაცები ამოუღეს და მეთქი ეს სადავართ მეთქი ანუ და როგორი რაღაცა იცი აი ერთი სული აქვს რომ ვიღე ტიპები რაღაცა რომელიღაცამ დავტოვოთ ბარგი აქვს რომ ეგრევე გაძარცვანა რაღაც და მოკლედ მეთქი ეხა ისქენით რა ქვია სხვა ავტობუსი გადიოდა და რომ მივხვდით რაღაცა ბარგების დატოვება როგორ ხდებოდა რაღაცა ცოტა ვერ ვიგზენით თავი მოსავთხოვთ ხო მithumes ეხა ამისთან რაღაც ამბავის მე რაღაც ეს პოლიცია რომ შემოვარდა და რაღაც ესა და მოდი ვერკავ დედაჩვენს რომ მეთქი როგორ იცი Wi-Fi-ზე ცოდეთ 2 საათი ცოდეთ Wi-Fi-ზე შესულიყო ყველანაირი Excel-ი ჩაგუჭეს ამათ ჩემ host family-ն და შევით Wi-Fi-ზე დედაჩემს ვიყო დედაჩემს ძინავს ახლა დილის 7 საათია მაგ დროს და ჩვენ მან მივყავთ უკვე მისული დილის საღამოს 7 საათს და ავტობუსი გადავიდა 10 საათზე და დაჩესორემ დედა მეთქი რა თუ გინდა შენიშნულები ცოცხალი ნახო მეთქი რა გიხოცები შენი ბათის კოდი მითხარი მეთქი რომ ტაქსი გამოიძახა და თვითონის ბილეთები ვიყიდე მეთქი ვეგაში გავაფრინე და ვეგაში რა გინდა თქო და ჩემი მეუნება მეთქი გიხოცები ხა გამიკითხო მეთქი და მაგის დრო არ არის მაგის დრო თუ ცოცხალი გინდა ნახო მეთქი მოგოცი მეთქი რა ბათ და იმას ვიზავს მეთქი რა ვიყიდე და მე დაგეკავ ხოლმე აგისი ყველაფერს რაც ხდება მეთქი და მოკლედ ეგ იყო გამოიძახე უბერი რაღაც დიდი უბერი და ჩემს კარტით და მე მაგ ჩემაგაში ყონა $20 დარჩენილი მარტო რა. გამოიძახეთ ტაქსი ესე თქვა ჩვენი ბარახლო რაც ქონდა ისა ჩემოდე ბარგი ბარხანა რაც ქონდა ავედით შევყარეთ მანქანაში და წავედით აეროპორტში. ვიყიდეთ ეს ბილეთები და მიფრინავთ ვეგაში. შევაჯამოთ მოდი ის რომ ჩვენ ჩამოსვლა არ ყოფილა რაღაცა ესე მარტივი არც ჩვენ ცხოვრება ყოფილა აქ ისეთი მარტივი იმიტომ რომ პატარები ვიყავით და ალბათ იმას ვიქებ რომ მარტო რომ წამოსულიყავით ან ერთი გავიგიჟებოდით ან მეორე რა კიდევ კაი რომ ერთმანეთი ვიყავდა მაგრამ ყველა ჩვენი წინააღმდეგი იყო აქ ყველა გვეჩხებოდა ქართულად ნუსაუბროთ ინგლისურად ისაუბროთ ყველამ გაიგოს შენ ძმას თავი გაანები არ დაეხმარო აფაში თავის ისწავლოს კი აბა აზია საუბარი თავის უნდა ისწავლოს მე რაღაცები მაგრამ შენ თუ დაეხმარე შენ ძმას სხვა უნდა დაეხმაროს ხო ხტები რა ნუ არავის არ ადადებს შენ და შენ ძმის მდგომარეობა ვიდრე შენ რა
იმას ვიტყვი რომ ანუ მართლა ერთმანეთის გარეშე მართლა ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ყოფის აკეთება, იმიტომ რომ საქართველოს მაგალითად მე და ეს ანუ სხვანაირად ცხოვრობთ, ამას თავისი სამეგობრო ყავდა, მე ჩემი სამეგობრო მყავდა და რაღაცა ერთობას ყოველდღე ხოლმე ხანახა, მაგრამ ანუ ეხლა რაღაც სიტყვაზე რომ გავდივდით ხოლმე მე და ეს ერთად არ ვიყავით რა, ანუ ყოველ სხვა სიტუაციებში ვიყავით და აქ უბრალოდ რომ ჩამოვედით ეხლა და მარტო მე და ეს რო ვიყავით, ანუ უფრო და უფრო დავახლოვდით, რავი, გეუბნებით იმათ, ვინც ძმები ხართ, ან დები ხართ, რავი, მე ვისაც რაღაცა, ანუ იმიტომ რომ ბევრია ვისაც რაღაცა რთული სიტუაციები ხართ, რაღაც ერთმანეთთან ახლოს ვერ ხართ და რაღაც. და ანუ უბრალოდ აი ესე რო წამოვედით ერთად, ანუ და ერთ ოთახში რო ცხოვრობდით, ყოველს ერთად ვაკეთებთ, ამ ყოფნა დაგვაახლოვა ძალიან და ამიტომაც აი დღეს ისევ ამერიკაში რო ცხოვრობ და აქ ვაგზავნებთ ჩვენს მოღვაწეობას ეგრეთ წოდებულად და ერთად რო ვიყავით, ამან დიდი ძალა მოგვცა, ანუ ამდენად ბანალად არ უნდა ჩანდეს, ანუ მესმის იმ ხალხის, ვისაც მარტო ჩამოდიხართ აქ და ანუ ძნელია რა, არ არის, იმიტომ რომ მარტოობა მოგიწევს ამ ქვეყანაში, ეგ დაიმახსოვრე რა. კი და დამატებით რასაც ვთქვი, რომ პირველ წელს გაქცევაზე ვიყავით, აი ოღონდ აქ ეს სკოლა დავამთავრე და აქ ჩამოსვლე მე აღარ ვარ. ისეთი, ანუ კიდე სიტყვებით ვერ ავხსნით, ისეთ ანუ ძალიან ბევრი ინციდენტი იყო, ძალიან ბევრი რაღაც ცუდი სიტუაცია იყო, რასაც სიტყვებით ვერ აღიხსნით, უბრალოდ იქ უნდა ყოფილიყავი. ძალიან ბევრი კარგიც იყო, ანუ იმას არ ვიტყვით, ცუდი, კარგი არ იყო მათქია, ძალიან ბევრი გავერთეთ, ძალიან ბევრი ვისწავლეთ, ბოლოს ინგლისური ვისწავლეთ სკოლაში. ყოველთვის ჩვენ ძალიან გავერთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი სტრესიც ქონდა თავზე, იმიტომ ამ ხელა პასუხისმგებლობა ავიღეთ ბანკში ვალები აიღო და ჩემო ჩვენ დავაფინანსებინეთ ისა ესა. დიდი თანხები იყო, ანუ არ იყო პატარა დაკავშირებული რა. და უბრალოდ ანუ ჩვენ დიდი სტრესი დავედით თავზე, რომ აქ მარტოები წამოვედით, ანუ ყოველას გარეშე და ჩვენ უნდა გვეცხო რა მაშინ თუ ანუ ჩამოვედით იმ დღიდან ჩვენ უნდა გვეცხო ყველაფერი ჩვენ დავაკეთებინა რა. მაგრამ ეგ იყო რა რისკი ავიღეთ და ეგ არის რა, თუ არ აიღე რისკი ამ ცხოვრებაში წინ ვერ წაიწევ. ხო, შენთან ჩააყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ არ იყო კომფორტული. ხა ჩვენ ნაღლად ვერ ვიტყვი და კომფორტულად ვიყავით იმ დროს. მინდა ეზითხათ ყველას, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დღესდღეობით აქ ვართ და რატომაც ისევ ცხოვრობთ ამერიკაში არის ის, რომ ერთმანეთი გვყავს და ერთმანეთით ვიტანთ ყველაფერს რა. არასდროს არ შეეშინდეს ნაბიჯების გაათქმა. იმიტომ რომ დაჩემსაც კი შეეშინა, მაგრამ დაჩემა იცოდა, რომ ყველაფერი გამოგვივიდა თუ ვიქნებოდით პატიოსნები და თუ ვიქნებოდით ანუ მიზანდასახულები. და ბავშვები და მე გვეთყობოდა ჩვენო რაღაც ბევრად მიზანდასახულები ვიყავით, ჩვენს გარშემო ყოფილი ხალხი რომ რაღაცა რაც გვინდა ხოლმე ყოველთვის ვცდილობთ რომ მიგვეღწია იმას რაც უნდა დრო დაჭირებული იყო და რაც უნდა ღირებულიყო. შემდგომში თუ დაინტერესებთ, მოგიყვებით ვეგაში ჩასვლის ამბებს, ყველაფერს უფრო დეტალებში მოვიყევით ამ არიზონაში ძალიან ბევრი რაღაცა. ნუ მოკლედ ახლა ეს რაღაცას ვიტყვი რა. ანუ ეს ესე ერთ ვიდეოში მოსაყოლი ამბავი არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია მოყავს ამ ყველაფერს. და ანუ მომავალში თუ დაგაინტერესდა ესეთი ჩვენი ისტორიის გაგრძელება როგორ მოვედით აქამდე, უბრალოდ გავაგებინეთ კომენტარებში ან რაღაც დაგვიწერეთ რაც გაინტერესებდა და ყველანაირად შევეცდებით რომ უფრო და უფრო დეტალურად კიდევ განვავრცოთ ჩვენი ეს ამბავი რა ეხლა და ამ ვიდეოსაც მე მგონი ეს საკმარისი იყო, უბრალოდ მოგეცით რაღაცა პატარა ისტორია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა ჩვენი ჩამოსვლა, იმიტომ რომ ბევრ თქვენს გაინტერესებდათ როგორ ჩამოვედით ამერიკაში და ესე იყო. და გამოიწერეთ ჩვენი არხი და თუ დაგაინტერესებთ კიდევ უფრო და უფრო მეტი სხვა რაღაც კონტენტი, აუცილებლად გადმოგცემთ ამ ყველაფერს. უბრალოდ ეხლა დიდი ხნის მერე ყველას აინტერესდა მაინც ჩვენი ამბავი და ესე ყოფილა ესე საზღვრიდან ჩამოვიდა. ხო, ეხლა ესე რაღაცა ბოდიში და ეხლა ესე მექსიკიდან გადმოპარვა და რაღაც ესეთი რაღაცები არ დაგჭირვებია, არც რაღაც ამერიკის მოქალაქეები ვართ, არაფერი ესეთი ისა. და ჩვენი გადაწყვეტილება იყო რა. ისე ვიყავ და ხობოთ ორი ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით, ძმები და გვინდა უბრალოდ ჩამოსვა ამერიკაში, გაგება როგორი იყო ცხოვრება, მაგრამ მე დროთა განმავლობაში შევეჩვიეთ ამ ყველაფერს და მაგიტომაც აი უკვე ცოტა უფრო საინტერესო ნაწილი მოდის. სადაც კიდევ 10-ჯერ მეტი საინტერესო და საინტერესო რაღაცეები არის კი. დროებით აბა